airport still. We still have your picture. You're so laughing. You fucking dumb. $6,000-ზე მეტი მსხვერპლი, $35 მილიონი, 85 სკამერი ერთ კოლ-ცენტრში. ეს ის თაღლითური სქემაა, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით 2025 წელს გავშიფრეთ. გამოძიება დაიწყო, მაგრამ ტელეფონები არ გაჩერებულა. You got scammed, okay? No one is going to give you money. Listen, Shahid, I lied to you. ისინი ისევ მუშაობენ და ჩვენ ვიცით სად. გამარჯობა ქალბატონო, მე მონიტორის ჟურნალისტი, თქვენ ისევ აგრძელებთ თაღლითურ კოლ-ცენტრში მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და თქვენზე მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო სხდომები. დაყადაღებული ქონება, მიმდინარე გამოძიება და კიდევ უფრო ძვირფასი მანქანები, რომლითაც დღეს გადაადგილდება აკაკი ქევხიშვილი, პირი, ვისაც აგენტები ბოსს ეძახდნენ. 2025 წლის მარტში მონიტორმა და 32-ზე მეტმა მედია საშუალებამ გამოაქვეყნა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება თაღლითური კოლ-ცენტრის AK ჯგუფის შესახებ, სადაც 85 ადამიანი მუშაობდა. თაღლითურმა კოლ-ცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში 6100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და $35 მილიონ მეტი შემოსავალი მიიღო. ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ AK ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო ჯგუფური თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლებით. სასამართლო განჩინების საფუძველზე თაღლითური კოლ-ცენტრის ხელმძღვანელებსა და აგენტებს დაუყადაღდათ უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე წილები სხვადასხვა კომპანიაში. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება კოლ-ცენტრიდან გამოჟონილ 2 ტერაბაიტ მასალას ეყრდნობოდა, რომელიც შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ AK ჯგუფს თბილისში მინიმუმ 3 ოფისი ჰქონდა ქავთარაძის ქუჩაზე, შარტავას ქუჩასა და დიღომში. 2025 წელს გიჩვენეთ, როგორ მუშაობდა თაღლითური კოლ-ცენტრი ქავთარაძისა და შარტავას ქუჩებზე. ამ გამოძიებაში გიყვებით დიღმის ოფისის შესახებ. გიჩვენებთ, როგორ დადიან ხელმძღვანელების სხვის სახელზე რეგისტრირებული ახალი ძვირადღირებული ავტომობილებით. რამდენიმე თვის წინ მონიტორმა მიიღო ინფორმაცია, რომ დიდ დიღომში, მირიან მეფის 68 ნომერში, თაღლითური კოლ-ცენტრის AK ჯგუფის თანამშრომლები სისტემატურად დადიან. წყაროს 2025 წელს გამოქვეყნებული ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ჰქონდა ნანახი და ამოიცნო პირები, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე ხშირად ხედავდა. მათ შორის AK ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ქევხიშვილი. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება დავიწყეთ. რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად ვიღებდით მირიან მეფის ქუჩის 68 ნომერში ოფისის მიმდებარე ტერიტორიას. დღეს მოგიყვებით, როგორ აღმოვაჩინეთ თაღლითური კოლ-ცენტრის AK ჯგუფის ხელმძღვანელი პირები და ის აგენტები, რომლებიც 2025 წლის ჟურნალისტური გამოძიებისას გამოვავლინეთ და რომელთა ქონებებიც AK ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის პროცესში დაყადაღდა. ნახე ის მანქანა გადაღებული ყავს ქავთარაძეზე. დიღმის ოფისთან ჩვენი პირველივე მისვლა შედეგიანი აღმოჩნდა. ოფისის პარკინგზე ამოვიცანით რამდენიმე ავტომობილი, რომლებიც წინა ჟურნალისტური გამოძიებისას გამოვლენილ აგენტებს ეკუთვნის. ეს ავტომობილი AK ჯგუფის რუსულენოვან აგენტს ანჟელიკა ჩხაპელიას ეკუთვნის. ფარული გადაღებისას ანჟელიკა ჩხაპელია შენობიდან გამოსული არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჯერ კიდევ 2025 წელს ანჟელიკა AK ჯგუფის ქავთარაძის ოფისში მუშაობდა. Yes, hello, Miss Gustafson. Good evening, how are you? საქართველოს ოფისიდან მომუშავე სკამერების სამიზნეები ძირითადად ევროპისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.
Facebook-ზე განთავსებული იყო ყალბი რეკლამები, რომლებშიც თითქოს ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ და მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირებისკენ მოუწოდებდნენ. დამაჯერებელი რეკლამით მოხიბლული ადამიანები გადადიოდნენ ბმულზე, სადაც დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პლატფორმა მათ საკონტაქტო მონაცემების შეყვანას სთხოვდა. მონაცემების მითითების შემდეგ ეს ყალბი გვერდები ინფორმაციას თაღლითურ კოლ-ცენტრებზე ყიდდნენ. ერთი ადამიანის საკონტაქტო მონაცემებს 1000 ევროდ. ამის შემდეგ საქმეში კოლ-ცენტრის აგენტები ერთვებოდნენ. კოლ-ცენტრიდან გამოჟონილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ აგენტები მსხვერპლთა ყოველ მოქმედებას აკვირდებოდნენ კომპიუტერებსა და ტელეფონებში. მათ სრული წვდომა ჰქონდათ მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მათ შორის საბანკო ანგარიშებზე. ამრიგად, აგენტებმა ზუსტად იცოდნენ, რომელ მსხვერპლს რა დანაზოგი ჰქონდა. ისინი ხშირად მსხვერპლებს დასცინოდნენ კიდეც. Your sports skills. We still have your picture. You're so laughing. You fucking dumb. ამ კონკრეტული სკამერის ხელფასი $20,000 აჭარბებდა თვეში. But Shahid, you just learned a lesson of your wife. You got scammed, okay? No one is gonna give you money, Shahid. That's the reality, okay? I lied to you. Listen, Shahid, I lied to you. Shahid, I'm sorry. აგენტები საკუთარ თავს სკამერებს, ანუ თაღლითებს უწოდებენ. მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, შიდა მიმოწერებში ხანდახან ერთმანეთს რეალური სახელებით მიმართავდნენ. ისინი თავს იწონებდნენ ფუფუნებით სავსე არდადეგებით, ძვირფასი სამკაულებითა და ბრენდული ტანსაცმლით. საუბრობდნენ მეუღლეებსა და სხვა პირად დეტალებზე. ამ ყველაფრის ანალიზითა და დეტალების შეკრებით ჩვენ შევძელით ბევრი მათგანის რეალური ვინაობის დადგენა. ამ ჩანაწერების გარდა ჩვენ ასევე მოვიპოვეთ AK ჯგუფის სხვადასხვა წვეულებაზე გადაღებული ფოტოებიც, სადაც კოლ-ცენტრის აგენტები პოზირებდნენ. ამ ფოტოებზე ანჟელიკა ჩხაპელიაც ხშირად ჩანდა. მაშინ გავარკვიეთ ისიც, რომ ჩხაპელია გამოგონილ სახელს მარინა ნოვიკოვას იყენებდა და რუსულ ენოვან მსხვერპლებს ურეკავდა. გამოჟონილ დოკუმენტებთან ერთად მოვიპოვეთ აუდიო მასალებიც, რომლებიც ასახავს აგენტების სატელეფონო ზარებს. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში ანჟელიკა ჩხაპელია სომხეთის მოქალაქეს არწმუნებს, რომ ფული არარსებულ კრიპტოვალუტაში დააბანდოს. Вы через что будете переводить? Через армянский банк все-таки? Да, у меня там есть 20 миллионов и 70. მოგვიანებით მარინა ნოვიკოვა კლიენტს ეუბნება, რომ AnyDesk-ი გადმოწეროს. AnyDesk-ის აპლიკაციით აგენტები აკვირდებოდნენ, თუ რას აკეთებდნენ მსხვერპლები თავიანთ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში. იცოდნენ, რა თაღა ჰქონდათ საბანკო ანგარიშებზე. კითხულობდნენ მათ პერსონალურ მიმოწერებსაც. Можете скачать AnyDesk? Я не могу так показать. მას შემდეგ, რაც მოქალაქემ $5,500 გადმორიცხა, თუმცა თანხა უკან ვერ დაიბრუნა, აგენტი მას მეტი თანხის ჩარიცხვას სთხოვს. პირდება, რომ საბოლოოდ თანხას სრულად დაიბრუნებს, რასაც მსხვერპლი აღარ იჯერებს. სწორედ ამ დროს სკამერის თავაზიანი ტონი უფრო აგრესიულით იცვლება. Я положил туда $5500. Отлично, вы положили 5500, заработали около 50. Супер. Ну вот я не заработал. Если я заработал бы, эти деньги были бы у меня. Если я не забрал, значит я потерял Вы сейчас понимаете? $5500. Послушайте, Ашот, вы сейчас понимаете, по какой причине мы не можем сами вывести $6000? Ой, если я не буду указывать правила, я ничего не буду делать. Так это не так работает. Это вам нужно сесть и создать свою биржу, для себя придумать заново. Голос никто, чтобы голос Мама, понимаете? Есть у биржи свои правила, вы должны слушать, что вам говорят. Не надо со мной так разговаривать. Со мной точно так же не надо разговаривать. Все, Вы поэтому я их меня оскорбили. Вы меня оскорбили, вам не стыдно? კიდევ ერთ ჩანაწერში მარინა ნოვიკოვა 75 წლის პენსიონერ ქალს ურეკავს. ის უკვე გაძარცვეს AK ჯგუფის სხვა აგენტებმა. Мне говорили, что я заработаю и все. И так и бросили меня. А потом мошенники собирали с меня деньги, собирали. И в результате деньги я хорошие потеряла. Не обманывали, все время не обманывали. Вот так и осталась я. Без денег, но обещали много. А сколько вы потеряли? Ну, только потеряла.
миллионов 5 потеряла. Деньги кредитные. И кредитные были, и наличка была. ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ მიუხედავად ქალის მძიმე ემოციური და მატერიალური მდგომარეობისა, მარინა ნოვიკოვა მის მოტყუებას კვლავ განაგრძობს და დამატებით თანხის ჩარიცხვასაც სთხოვს. Заплатить, вам только единственное надо заплатить 10% и все. მოგვიანებით საქმეში ერთვება AK ჯგუფის შენარჩუნების აგენტი და ქალს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლად ეცნობა. მსხვერპლს დაზღვევის გაკეთება სთხოვს, რათა მან ბანკიდან ფულის მიღება შეძლოს. ამის შემდეგ სატელეფონო ხაზზე კვლავ მარინა ნოვიკოვაა. Как мне передали информацию, вы должны сделать себе страховку. Это страховка для того, чтобы ваши деньги не потерялись где-то в пути. Мне это все понятно. Я такую сумму оплачивала не один раз. И она всегда уходила в никуда. მირიან მეფეზე მდებარე ოფისის ავტოსადგომზე ჩვენ გადავიღეთ BMW-ს მარკის ავტომობილი. ეს მანქანა მანამდე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე თაღლითურ კოლ-ცენტრთანაც ჰქონდა დაფიქსირებული. BMW-თ AK ჯგუფის თანამშრომელი მიშა ბაირამოვი გადაადგილდება. კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც მირიან მეფის ქუჩის ოფისის ავტოსადგომზე გადავიღეთ, Chevrolet-ის მარკის მანქანაა. ის მანამდე 2025 წელს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთანაც ჰქონდა დაფიქსირებული. ავტომობილი AK ჯგუფის კიდევ ერთ თანამშრომელს, ვალერიან გიგაურს ეკუთვნის. გიგაურიც არაერთხელ გადავიღეთ მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან. ჩვენ ვალერიან გიგაურს დავუკავშირდით, თუმცა მან უარყო კოლ-ცენტრში მუშაობა. დიახ, თაღლითურ კოლ-ცენტრში მუშაობთ. AK ჯგუფის სახელით ოპერირებდა ეს თაღლითური კოლ-ცენტრი. ჯერ კიდევ შარშან, როდესაც გავაკეთეთ ჟურნალისტური გამოძიება. არ გვეშლება, გადაღებული ყავხართ ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც მდებარეობდა AK ჯგუფის კოლ-ცენტრი და ახლა მირიან მეფის 68-ში. შეიძლება ჩამოვძანდეთ და აგვიხსნათ რა გვეშლება. აი, აქ ვართ დაბლა და გელოდებით. იმის დასადასტურებლად, რომ AK ჯგუფის თანამშრომლები რეგულარულად დადიან მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისში, მონიტორი რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენ დავადგინეთ, რომ ისინი მუშაობას დილის 11 საათზე იწყებენ. ერთ-ერთი გადაღებისას ჩვენ ოფისისკენ მიმავალი AK ჯგუფის ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი ქეთევან მალაშხია დავაფიქსირეთ. ქეთევან მალაშხიას ავტომობილი მირიან მეფის ქუჩის ავტოსადგომზე მრავალჯერ გადავიღეთ. ასევე არაერთხელ დავაფიქსირეთ თავად ქეთევანიც. ქეთევან მალაშხია 24 წლისაა. ის AK ჯგუფის ფინანსური მენეჯერია და ფსევდონიმს ეშლი მორიარტი იყენებს. გამოჟონილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მალაშხია აგენტებს პოტენციური მსხვერპლების პერსონალურ მონაცემებს უგზავნის. ქეთევან მალაშხია იგივე ეშლი მორიარტი ასევე პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსურ ხარჯთა აღრიცხვასა და აგენტების მიერ გამომუშავებული თანხების დეტალურ აღრიცხვაზე. ის AK ჯგუფის რეალური მმართველის აკაკი ქევხიშვილის მეუღლის დედიდაშვილია. მისი არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა AK ჯგუფის სხვადასხვა წვეულებიდანაც მოვიპოვეთ. AK ჯგუფის რეალური მმართველი, როგორც წინა გამოძიებაში გიჩვენეთ, აკაკი ქევხიშვილია. სავარაუდოდ სწორედ მისი სახელის აბრევიატურაა კომპანიის სახელწოდებაც AK. აკაკი ქევხიშვილი 35 წლისაა. მან სკოლა ბაქოში დაამთავრა. ორივე მუხლზე ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის აღნიშნულ ტატუს ატარებს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებში ის ცეცხლსასროლი იარაღითაც პოზირებდა. მისი სახელი AK ჯგუფის ოფიციალურ დოკუმენტებში არ ჩანდა, თუმცა კოლ-ცენტრიდან გამოჟონილმა მასალებმა ისიც გამოააშკარავა. ქევხიშვილს კოლ-ცენტრის აგენტები უფროსს ან ბოსს უწოდებენ. სწორედ გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანდა, რომ აკაკი ქევხიშვილი მოუწოდებდა აგენტებს აგრესიული ზეწოლა განეხორციელებინათ კლიენტებზე და მათთვის, რაც შეიძლება მაქსიმალური თანხა გამოეძალათ. პირად კონტროლზე ყველა ეს კლიენტი. 4 კლიენტი გყავს ძალიან დიდი შესაძლებლობით. ეხლა შენი საქმე მანდ მხოლოდ ეს 4 კლიენტია. დამიჯერე 80% მანდ შენ დაკავებული უნდა იყო მხოლოდ ამ 4 კლიენტით და გააკეთებინო აგენტს ყველაფერი, რასაც შენ თვლი რომ საჭიროა ამ 4 კლიენტისთვის. არის უფროსო. აღარ გამიმაზვა ასე ბანალურად ტრანზაქციები გთხოვ და ემოციები გათიშეს საერთოდ. ხელს შეგიშლის.
ეიფორიაც გათიშე ქოლს რომ უსმენ, მხოლოდ ტვინით მიუდექი ემოციების გარეშე. ჩვენ მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან აკაკი ქეფხიშვილის ავტომობილები არაერთხელ დავაფიქსირეთ. მისი მოსვლისთვის დაცვა განსაკუთრებულ მობილიზაციას იწყებს. ქეფხიშვილის ავტომობილების მოსვლამდე დაცვის თანამშრომლები ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დგებიან. დაცვის ერთი წევრი ჟესტებით მიუთითებს მეორეს, რომ მოიხსნას ქუდი. მეორე დავალებას ასრულებს. ამის შემდეგ დაცვის თანამშრომლები პერიმეტრის კონტროლს იწყებენ. რამდენიმე წუთში კი გზაზე გამოჩნდება ორი ავტომობილი, რომელთა სახელმწიფო სანომრე ნიშნებია AA100KK და AA200KK. ავტომობილი AA100KK თაღლითური კოლცენტრის AK ჯგუფის ხელმძღვანელს აკაკი ქეფხიშვილს ეკუთვნის. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ტრანსპორტი დაყადაღებულია. ამ ავტომობილის Range Rover ავტობიოგრაფის ღირებულება 365,000 ლარიდან იწყება და $1,000,000 ლარს აჭარბებს. ქეფხიშვილის კორტეჟის მეორე ავტომობილი ბესი კუპატაძის სახელზეა გაფორმებული. ამ Range Rover Defender-ის ფასიც რამდენიმე ასეულ 1000 ლარს შეადგენს. ბესი კუპატაძე მირიან მეფის ოფისთან რამდენჯერმე გადავიღეთ. შეგიძლიათ გამოგბრძანდეთ. ვიცით რომ თქვენც აქ ხართ. გვინდა რომ შეკითხვები დაგისვათ. მე რა მინდა იმას რატო არ მეკითხეთ? ბატონო ბესიკ, აკაკი ქეფხიშვილის ავტომობილი თქვენ სახელზე რატომ არის გადაფორმებული? ეხმარებით რომ დამალოს ქონება? აკაკი ქეფხიშვილს საკუთარ სახელზე მხოლოდ ერთი ავტომობილი, საპარკინგე ადგილი და ზესტაფონში 300 კვადრატული მეტრი მიწა აქვს გაფორმებული. მრავალრიცხოვანი ქონება დედამისის, ზევინარ კურტანიძის სახელზეა რეგისტრირებული. ქეფხიშვილის დედამ 2024 წელს შეიძინა ბინა პეტრე იბერის ქუჩაზე, ახალაშენებულ корпуსში, ასევე საპარკინგე ადგილი და კერძო სახლი მიწის ნაკვეთით, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, ძვირადღირებულ უბანში, რომელშიც $1,800,000 ლარია გადახდილი. ასევე სიდედრის სახელზე იყო გაფორმებული ბინა მირიან მეფის ქუჩაზე, სადაც აკაკი ქეფხიშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ყველა ეს ქონება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურის მიმართვით დაყადაღდა. გააგრძელა თუ არა თაღლითური კოლცენტრის მართვა? აკაკი ქეფხიშვილმა ამ კითხვაზე არ გვიპასუხა. სტუდია მონიტორი აკაკი ქეფხიშვილისთვის კითხვების დასმას 2025 წელს შეეცადა, თუმცა ის მაშინაც დაიმალა. თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები. ბატონო აკაკი, AK ჯგუფი არის კოლცენტრი? თუ შეიძლება გვიპასუხეთ, ბატონო აკაკი, ეს არის ჩვენი შეკითხვა. დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მაშინ გადაღებაში ხელი შეგვიშალა, მანუჩარ გეთია. მისი ავტომობილი მირიან მეფის ქუჩის 68 ნომრის ავტოსადგომზეც დავაფიქსირეთ. გეთია ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია. დიღმის ოფისთან ჩვენ მიერ 2025 წელს იდენტიფიცირებული დაცვის კიდევ ერთი წევრი, ლევან გოგია გადავიღეთ. ლევან გოგია 2022 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს უფროსი იყო. გოგია AK ჯგუფის საახალწლო წვეულებაზეც იმყოფებოდა. მსოფლიოს ათობით ქვეყნის მოქალაქეთა თანხების მოტყუებით მითვისების შემდეგ AK ჯგუფი პომპეზურ საახალწლო წვეულებებს მართავდა. ამ წვეულებაზე ლევან გოგიას გარდა იმყოფებოდა დაცვის კიდევ ერთი წევრი, ლაშა ტუღუში. ტუღუშის ავტომობილი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთან არაერთხელ ჰქონდა გადაღებული. თავად ტუღუში კი მაშინ გადავიღეთ, როცა მან ქავთარაძის ოფისში მისულ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცა. ლაშა ტუღუში მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისშიც არაერთხელ დავაფიქსირეთ. მაგოფიში რა მინდა საერთოდ სად არის ოფისი? გიგიხსნით, ნავნე შენობა არის და მან მეგობართან ახლობელთან უდივარ ყოველ დღე. შეყვარებული მყავს მაგ. ჩვენ გადაღებული ყავხართ თქვენ AK ჯგუფის ქავთარაძის ოფისშიც, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები სტუმრობდნენ ამ ოფისს, თქვენ მაშინ გადაგიღეს. ეს იყო თაღლითური კოლცენტრი, სადაც თქვენ მუშაობდით. AK ჯგუფში არ მუშაობდი. უბრალოდ არ მახსოვს სახელწოდება იმ კომპანიის.
თქვენ ყოველ დღე ყავხართ გადაღებული დილის საათებიდან საღამოს საათებამდე. ასევე გადაღებული ყავხართ, როდესაც მოდის აკაკი ქევხიშვილის 2 ავტომობილი სხვადასხვა თანამშრომლებთან ერთად, ელოდებით აკაკი ქევხიშვილის ავტომობილის შესვლას ავტოპატი. საერთოდ არ ვიცნობ ამ აკაკი ქევხიშვილზე. მირიელ მეფის ქუჩის 68 ნომერში არაერთხელ დავაფიქსირეთ აკაკი ქევხიშვილის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი. ამ მანქანით თაღლითური კოლცენტრის დაცვის წევრი რომეო ქარდავა გადაადგილდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ პირველი გამოძიების დროს გამოვავლინეთ. მირიელ მეფის ოფისთან გადავიღეთ AK ჯგუფის წინა გამოძიების დროს გაშიფრული აგენტები გიორგი გოტმანი და ბელარუსის მოქალაქე ლიტა, რომელმაც უარყო AK ჯგუფში მუშაობა. გოტმანმა ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა. გამარჯობა, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ AK ჯგუფში მუშაობთ თაღლითურ კოლცენტრში, რომელიც 2025 წელს გამოვავლინეთ ჯერ კიდევ და ეს კოლცენტრი ახლა აქ მდებარეობს და ისევ აგრძელებთ მუშაობას. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ამ კოლცენტრთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ ევროპის მასშტაბით ეს კოლცენტრი ძარცვავს ადამიანებს. მირიელ მეფის ქუჩაზე AK ჯგუფის ოფიციალური მფლობელი და დირექტორი მერი შოთაძეც გამოჩნდა. შოთაძის ავტომობილი AA007KK მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყედაღებულია. თავდაპირველად მერი შოთაძე რუსულენოვან ჯგუფში მუშაობდა, მოგვიანებით კი შენარჩუნების, ანუ თაღლითური ჯგუფის უფრო მაღალი რგოლის ხელმძღვანელი გახდა. ამის შემდეგ მერი შოთაძე კიდევ უფრო დაწინაურდა და კოლცენტრიდან გამოჟონილი დოკუმენტების მიხედვით ის აკაკი ქევხიშვილთან ერთად მართავდა თაღლითურ სქემას. 38 წლის მერი შოთაძე გამოგონილ სახელს ქსენია კოენს იყენებდა. შოთაძეს კამერების საკუთარი ჯგუფი ჰყავდა, რომლებსაც ტოპ აგენტებს უწოდებდა და მათგან დღეში მინიმუმ $30,000 გამომუშავებას მოითხოვდა. თვის ბოლომდე დღეში გჭირდება 30,000 და სანამ 30,000 არ გავატარებთ დღეში, იცოდეთ აქედანვე არ გავდივარ სამსახურიდან. 7 უძლიერესი რეთენშენ აგენტის ხედხართ ამ თემაში. 30,000 დღეში თქვენთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს და ერთი და იგივე თემაზე ნუ მიწევს ბევრი საუბარი. დაფუშეთ თქვენი კლიენტები და ფული გაატარეთ. ერთ-ერთ მიმოწერაში ჩანს, როგორ ზრუნავენ თაღლითური კოლცენტრის ხელმძღვანელები კომპანიის საქმიანობის გასაიდუმლოებაზე და ამისთვის რა წესებს უდგენენ თანამშრომლებს. ინგლიშ დესკი პატარა ოთახში ტოვებენ ტელეფონებს და შენი ბავშვები არა. კრისტიანსაც კომპთან აქვს ტელეფონი და ერიკსაც. ამან ახალმა ვაფშე დაგლიჯა. რა არის ეს? აუკრძალე. მაგას ლეგიტიმურ კომპანიაში ხო არ გონია თავი. მერი შოთაძის უძრავი და მოძრავი გონება, მათ შორის წილები სხვადასხვა კომპანიაში ამჟამად დაყადაღებულია. მირიელ მეფის ქუჩაზე მერი შოთაძე ახალი, ძვირად ღირებული Range Rover სპორტით მოვიდა. ავტომობილი, რომელსაც შოთაძე მართავს დაახლოებით $150,000 ღირს და სხვაზეა რეგისტრირებული. აგრძელებს თუ არა თაღლითურ საქმიანობას. პარკინგიდან გამოსულ Range Rover-ს ჩვენ უკან გავყევით. ის სასტუმრო ამბასადორთან გაჩერდა. გამარჯობა ქალბატონო, მერი მე ვარ სტუდია მონიტორის ჟურნალისტი. თქვენ ისევ აგრძელებთ თაღლითურ კოლცენტრში მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და თქვენზე მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოს ხდომები. თქვენ დაგინახეთ ჩვენ მირიელ მეფის 68-ში ისევ აგრძელებთ კოლცენტრში მუშაობას. საუბრო, მადლობა დიდი. თქვენ წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ხომ? როგორ მოხდა რომ თქვენ ისევ თავისუფალი ხართ? თქვენ მანამდე სხვა კოლცენტრშიც მუშაობდით ას მარკეტინგში. ამ კომპანიის წინააღმდეგაც იყო აღძრული საქმე. იქ ფარველობთ რომ არ მოხდა თქვენი დაკავება. როგორ მოხდა რომ თქვენ ამ დრომდე არ დაგაკავეს? მომდევნო დღეს ჩვენ მირიელ მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან კვლავ მივედით. მერი შოთაძესთან დახვედრის შემდეგ დაცვის თანამშრომლები უფრო მობილიზებულები იყვნენ და ჩვენ მალევე შეგვნიშნეს.
ოფისში შესვლას და კითხვების დასმა შევეცადეთ. მონიტორის გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე დაცვამ კარები შიგნიდან ჩაკეტა. უკაცრავად. თუ შეიძლება რომ გამოგზანდეთ. კარს კეტავს. გამარჯობა. ჩვენ გვინდოდა პასუხისმგებელი პირი, ვინც არის ხელმძღვანელი მასთან გასაუბრება. ჟურნალისტები ვართ მონიტორიდან და შარშან გავაკეთეთ გამოძიება AK ჯგუფზე, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატონი აკაკი თევხიშვილი. ვიცით რომ ამის სამართს აკაკი თევხიშვილი მუშაობს. აკაკი თევხიშვილი აქ არ გინახავთ? არა, არც ვიცი ასეთ. ჩვენ გადაღებული გვაქვს უყოლო ბატონო, ანუ გასაგებია, მაგრამ აქ გადაიღეთ? კი, აქ გადავიღეთ. შეიძლება რომ კითხვები გადასცეთ, აი გვინდა რომ შეკითხვები რა კითხვები, ვის გადავცე კითხვები? აკაკი თევხიშვილს ხელმძღვანელს. არა, ასეთი საერთოდ არ ვიცნობ ასე რა. რატო ჩაკეტეთ ჩვენი მოსვლისთანავე კარები? ჩვენ გადაღებული ვყავთ. თქვენს როგორ ელოდებით, როდესაც აკაკი თევხიშვილი მოდის თავისი ორი ავტომობილით? არ არის, არასორი ინფორმაცია რა. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ დიღომში აკაკი ქევხიშვილთან დაახლოებული კომპანია ჯერ კიდევ 2022 წლიდან მუშაობს. საჯარო რეესტრის მიხედვით 2022 წლის 24 მარტს მერიან მეფის 68 ნომერში მდებარე ოფისის მესამე სართულზე არსებულ 450 კვადრატულ მეტრ ფართზე, ასევე მიწისქვეშა და გარე პერიმეტრზე მდებარე საპარკინგი ადგილებზე გაფორმდა იჯარა შპს RTM იმპორტთან. შპს RTM იმპორტის მფლობელი ირაკლი ქვლივიძეა. ქვლივიძე აკაკი ქევხიშვილის ცოლის ძმაა და ის თავადაც მუშაობდა თაღლითურ კოლ-ცენტრში AK ჯგუფში. გარდა საჯარო დოკუმენტებისა, ჩვენ გამოჟონილი მასალებიდანაც მოვიპოვეთ კონტრაქტები, საიდანაც ირკვევა, რომ AK ჯგუფი მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისისთვის იჯარას, კომუნალურ ხარჯებსა და დაცვის ფულს იხდის. იჯარის თანხა ზუსტად ემთხვევა რეესტრში მითითებულ თანხას, თვეში $9,000. გამარჯობა, ბატონი ირაკლი ბრძანდებით, ხო? ეს არის თქვენი შენობა. ამ შენობაში არის კოლ-ცენტრი, განთავსებული თაღლითური კოლ-ცენტრი არის. ჩვენ AK ჯგუფის ოფისის შესახებ დეტალების დასაზუსტებლად შენობის მფლობელი კომპანიის დირექტორსაც მივმართეთ. თქვენთან აქვს ესეთი ხელშეკრულება გაფორმებული GNT სერვისთან, რომლითაც ის თქვენ გიხდით კომუნალური გადასახადები. არა, ეგ წასულები არიან. აქ არის აკაკი თევხიშვილი გადაღებული ყავს ამის სამართლად. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე ვერ გეტყვით, ხლა არ ვიცი ეს აკაკი თევხიშვილი. როდის წავიდნენ? კაი ხანია წასულები არიან მაგები ჩემგან. აკაკი თევხიშვილს იცნობთ და წასულები არ ვიცი, მე ვნახე იმით ახლა ესე არ ვიცნობ აკაკი თევხიშვილს, მაგრამ თქვენ თუ გამოძიება ნანახი გაქვთ, გამოძიებაში ნანახი ექნებათ აკაკი თევხიშვილიც, მისი ორი ავტომობილი AA 200, KK, AA 100 KK ყოველდღე შემოდის აქ. არ ვიცი, მე რა არის. პარკინგზე. ხო, არ ვიცი, მე მაგას ვერ გეტყვი. ხართ მუდმივად და არ ყავთ ნანახი? არ გინახავთ. ჩვენ გავარკვიეთ, რომ AK ჯგუფის სახელით მომუშავე კომპანია პირველი კოლ-ცენტრი არ არის, სადაც აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძე და სხვა აგენტები მუშაობდნენ. გამოჟონილ დოკუმენტებში აკაკი ქევხიშვილი და მერი შოთაძე საუბრობენ კომპანიაზე 100 მარკეტინგი. აკაკი ქევხიშვილი მერი შოთაძეს წერს: საღამოს გავაგრძელოთ საუბარი. მერი შოთაძე პასუხობს: გამახსენდა 100 მარკეტინგში ხილს რომ მიჭრიდი. 100 მარკეტინგის სახელით საჯარო რეესტრში ერთადერთი კომპანია არსებობს, რომელიც 2018 წელს უკრაინის მოქალაქემ დააფუძნა. ამ კომპანიის იმეილით კი ინტერნეტში უცხოენოვანი გაყიდვების აგენტების ვაკანსიებია განთავსებული. ჩვენ მოვიპოვეთ ამ კომპანიის წვეულებაზე გადაღებული ფოტოები, ეგრეთ წოდებული გიფერი, სადაც AK ჯგუფის აგენტებისა და ხელმძღვანელების, მათ შორის აკაკი ქევხიშვილის და მერი შოთაძის ფოტოებია ატვირთული. მონიტორმა ასევე გაარკვია, რომ 100 მარკეტინგის საქმიანობის შესწავლის მიზნით გამოძიება 2023 წელს დაიწყო და კომპანიის წილები დაყადახდა. 2026 წელს კი ეს ყადაღა გაუქმდა. 2025 წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ AK ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის მიზნით გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
პროკურატურამ შესაძლო დაზარალებული პირების მოძიების მიზნით სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გაგზავნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გამოძიებისათვის უმნიშვნელოვანესი ელექტრონული ინფორმაციის, მათ შორის სავარაუდო დაზარალებულების მონაცემების მოწოდების მიზნით, არაერთხელ მიიმართეთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართულ პირებს, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციის მოწოდებაზე გაურკვეველი მიზეზით გვეთქვა უარი. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება არსებითად დამოკიდებულია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხოეთიდან მისაღებ ინფორმაციასა და მასალებზე. არადა ამ საქმეზე დაზარალებულების განცხადება გენერალურ პროკურატურაში ჯერ კიდევ 2025 წლიდან დევს. წინა ჟურნალისტური გამოძიების მომზადების პროცესში საქართველოში AK-ის აგენტების მიერ გაძარცვული შვედეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ და პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. მათ შორის იყო 69 წლის პენსიონერი ანიკა. Facebook-ზე მომხიბვლელ რეკლამას წააწყდა, რომელიც ფულის მარტივად შოვნას პირდებოდა. სწორედ ასე გაება სკამერების მახეში. მას ქართველმა სკამერმა დაურეკა, რომელიც ანტონი ადამსად გაეცნო. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანდა, ბევრს საუბრობდა. მან თქვა, სულ მინდოდა წავსულიყავი და მენახა ჩრდილოეთის ციალი. I won't die until I will see Northern Lights by myself. Good for you. მას შემდეგ რაც ანიკას ანტონმა 65,000 შვედური კრონა მისი დანაზოგი სრულად გამოსწალა, დამატებით 100,000 შვედური კრონა სესხა დააღებინა ბანკიდან. მან მითხრა, თუ ამ თანხას დაამატებ შენი ბიტკოინების ჯამი იქნება 3-ჯერ მეტი. მარწმუნებდა, რომ რამდენიმე დღეში მივიღებდი წარმოუდგენელ მოგებას. ოფიციალური ინფორმაციით 2025 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 პირს წარუდგინა ბრალი კოლ-ცენტრების საქმეზე. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მას თაღლითური კოლ-ცენტრების მფარველობა ედება ბრალად. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება კოლ-ცენტრებს, რა თქმა უნდა, პრობლემური საკითხია. ჩვენ გვაქვს არაერთი სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. 2025 წელს 11 პირი არის მიცემული პასუხისგებაში კოლ-ცენტრების ორგანიზებასთან დაკავშირებით. კარგი იქნება თუ ვინმეს დანაშაულის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს და მოგვაწოდებს, რა თქმა უნდა, მადლობელი ვიქნებით. ჩვენ პროკურატურას 1 ივლისს მივწერეთ, რომ თაღლითური კოლ-ცენტრის AK ჯგუფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები რეგულარულად დადიან მირიან მეფის ქუჩის 68 ნომერში მდებარე ოფისში. პროკურატურამ არ გვიპასუხა, გადაამოწმა თუ არა, ხომ არ აგრძელებენ AK ჯგუფის თანამშრომლები თაღლითურ საქმიანობას. 69 წლის შვედეთის მოქალაქე ანიკა კი ისე ველოდება. საქართველოს პროკურატურა როდის გამოიძიებს მისი გაძარცვის საქმეს და გამოავლენს პირებს, რომლებიც ამ თაღლითური სქემის უკან დგან. როდესაც გავაანალიზე, რომ ის ჩემი მეგობარი სულაც არ იყო, მას მხოლოდ ჩემი გაძარცვა სურდა. რთული აღსაწერია. სასოწარკვეთილი ვიყავი. თავი სულელად ვიგრძენი, მოტყუებულად. მრცხვენოდა. And ashamed.